თქვენი მწიფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის. მდგრადი გართობა დემოკრატიული საქართველოსთვის ყვა გარანტირებული. ილო და თაკო შემოგვიერთდნენ ადამიანები, რომლებსაც ხედავთ ტელე იმედის ეთერში და ეს ქვეყანაში და საერთოდაც ადამიანებს გულისხმობ. იმხელა ხარ, რომ მიკროფონი თუ არ აიწიე, მე მგონი თორსაცავად მე ვარ პირველად და თაკო როგორ გართობა მომეწონს. თან დემოკრატიული საქართველოსთვის როგორ ხართ? დემოკრატიული საქართველოს. ჩვენ არაჩვეულებრივად ვართ, მოკლედ დილით ჩვენ ვიყავით მასპინძლები და ახლა დილის სამინისტროა ჩემი და ილოს მასპინძელი. ილო მითხრა რომ გააკეთეთ ბარბეკიუ, დაგპატიჟეთო და ხა ბარბეკიუს ვერ გახვედრებ, მაგრამ კარგი ყავა გვაქვს, ჩაი გვაქვს და ეთერი გვაქვს კიდე იმაზე უკეთესი და ყავა და ჩაი ვირტუალურია თუ ეს მართლა შეიძლება? არა, მართლა მე არ მოვიდგენ არ არის პრობლემა. ვერავინ ვერ ხედავს. როგორ უნდა შევქნათ განწყობა დილიდან? ეს არის კითხვა, რომელსაც ჩვენი მსმენელი პასუხს ცემს სწორედ 8 საათიდან მოყოლებული 292 11 88 292 11 99 სტუდიის ტელეფონის ნომერი. როგორ ქმნით ხალხნო განწყობას, როცა უძილარი ხარ, დგები დილის 6 საათზე, არავის არ აინტერესებს. 5-ზე თქვენ. დავა კონკრეტად. დავიწყო შეიძლება? მე 4-ზე, იმიტომ რომ უფრო დიდხანს სული თავს. აი ასე ვიქმნი ზუსტად განწყობას. ნუ ამის ხელში მართლა სხვანაირად შეუძლებელი ხდება ხოლმე. გარდა იმისა, რომ დილის გადაცემა დაკავშირებულია კი რაღაც გარკვეულწილად სტრესთან, იმიტომ რომ არავის აინტერესებს შენი ცუდი განწყობა, ის რა ხდებოდა წინა საღამოს, როგორ ხასიათზე ხარ, გამოცდილებული ხარ. რა ხდებოდა წინა საღამოს, აინტერესებს ყველასაკო დამჯერე. გადაცემის ცვლილებისას კი, ნუ ჩემ და ილოს დუეტის შემდეგ ესეც უკვე საინტერესო გახდა და ესეთ რაღაც ინტრიგნური. რა ხდებოდა წინა ღამეს და მე და ილოს დუეტი ერთად აღარ ახსენეთ, თორემ ხალხი შეიძლება სხვანაირად გაიგოს ხალხმა დამიჯერე. რა ვიცი, ეთერში რაღაცა სხვანაირი ხარ ხოლმე. მაგრამ მე მინდა ანუ ეს ყველაფერი ხო უკან რჩება და დილით იღვიძებ და იღვიძებ მაყურებლისთვის და ხარ გაღიმებული, აბსოლუტურად მობილიზებული, მოტივირებული, რომ ის 2 საათნახევარი სანამ საქმეებს დაიწყებს ხალხი, შევქმნა განწყობა და მიაწოდა ხო ის ინფორმაცია, რაც იმ დღების განმავლობაში არის მნიშვნელოვანი. აი ამაზე ვარ მარტო ორიენტირებული. რამდენჯერ ყოფილა მოსულა თაკო ეთერის წინ და ახელბებული რაღაც აცრემლემ თორე ილო დღეს შევძლებნე და მაყურებელს კაი განწყობა რო დავაღალატო. და მე ვეუბნებოდი რომ კარგი თაკო დაწნარდი ყველა გაიგებს ყველა თუ რაღაც შენ სხვა ადამიანი ხარ. მე შევადრიდი ამ პროფესიას ერთ რამეს შევადრიდი. არსებობს ესეთი ფილმი მწვანე მილი. იქ არის ტომ ჰენქსი, სამი ინგლისელი პოლიციელის, ამერიკელი პოლიციელი და ერთი მისტიური პიროვნება, რომელიც კურნავს ხალხს რაღაცეებისგან რა, ანუ ჩაბერავს. იმიტომ რომ ბრიტანეთში ხდება მოვლენა. ინგლისელი მსახიობი არის, არ მახსოვს მსახიობის სახელი და გვარი, მე ყოველ შემთხვევაში ვიცით, არის ძალიან დიდი და უზარმაზარი, რომელიც გარდაიცვალა ახლა სამწუხაროდ. ხო, გარდაიცვალა სხვათა შორის და აი ესეთი პიროვნება, რომელიც სხვას აძლევს სიცოცხლეს, მაგრამ მე თვითონ ამის ხარჯზე აკეთებ, ასე თქვა სიცოცხლე. რაშუაში სულგზელი მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ მე გავცემ და ძალიან მიჭირს მე დიდხანს ვიყო. ანუ გარკვეულად შენ გასცემ და ვეღარ უშვებ, ხო იმ რაღაცა. თუ არ გაქვს ისეთი წყარო, საიდანაც იღებ. ცოტა როგორ გამოდის, ისე ბატარეასავით იცლები და შემდეგ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომელიც ხარს კი არ გიჭერენ. შეცდით დაგწყვიტავენ რომ უფრო კარგად იმუშავა ხო ბოლო ძალები რო ცხთ. ამიტომ აუცილებელი რომ მიიღო ხოლმე. მე ვიყავი ეს წყარო. ანუ მე ხო შენ ხარ. რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია წყვილმა აწყოს ურთიერთობა. კი. ეს არის ყველაზე მთავარი საქმეს და ხანდახან ხდება ხოლმე რომ ეს ადამიანები მხოლოდ დილით 6 საათზე ან წინა დღეს იცნობენ ერთმანეთს. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა თქვა ამ დუეტის? ჩემ შემთხვევაში მე ვიტყვი ახლა რაც თბილისში არის მოდაში აი ესეთი რაღაცის თქმა. ნახე ხوارია თქვა რა კარგი ურთიერთობა. კარგად ვეწყობით არა აი ეს არის მოდაში რომ ჩვენში უბრალოდ არის ძალიან მაგარი chemistry. ხალხებს ან chemistry და ძალიან დიდ სერვერზე ვართ ორივე შეერთებული და არასოდეს არ არის ჩვენთან low energy. და და high class-ი არის ჩვენი morning show და ასე რომ რა ვიცი რა ანუ აი ამ ქიმიის ხარჯზე მოკლედ გავდივართ და მე მიხარია რომ ეს ყველაფერი აისახება მე იმ განწყობაზეც რასაც ვხედავ. არა და როგორი განსხვავებულები ვართ ხო შენ გოიმი მე სვეცკი შენ გიყვარს ჯგუფი რა ქვია არ მახსოვს რა ქვია იმას რაღაც უნგრული ჯგუფი როა მე მიყვარს ჯგუფი ბიტლზი შენ გიყვარს კავალი მე კიდე მიყვარს ივსენ ლორანი რა ხდება აი ესე ვიგერიებ როგორ ვეწყობ აი სუამფრეში ვარ პირდაპირ ეთერში და არა აქვს მნიშვნელობა ეხლა გამომიტყდა ხო მაგრამ ეს შოუ ხო ძალიან მოსწონს მაყურებელს
ხო, იმიტომ რომ აშკარად თან რაღაც არა მარტო ეგ მოწონდათ, მე მახსოვს რომ თაკოს გაიკიდა ერთი ადამიანი ქუჩაში ილოს რატომ მიბრაზებო. ხო და მიცავდა მე. ისე მეჩხუბა, ოღონდ რომ ბოლოს მართლა უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი და ზუსტად მაშინ წერდი გადაცემისთვის რაღაცა რუბრიკას და მიწევს ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ყოფნა და აი აბსოლუტურად შენ მე რომ მოხოლუბანში დავილაპარაკოთ მაგას. ცოტაც დავატყობდი რომ ხელჩართული ბრძოლა იქნებოდა და კიდე კაი გადავიდა. ხო და აშკარად მიხარი. თუ ხშირად უკითხავთ რომ აი რა ხდება შენ და თაკოს შორის. ანუ მე ვფიქრობ რომ ეს ხანდახან წყინთ ხოლმე რომ საიდან მოიტანეთ გენაცვალება. მე ვფიქრობ რომ ცოტა ჩემ შემთხვევაში იქნებოდა სიყალბე რომ თქო საიდან მოიტანეთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენ ეს ანუ გავინაწილეთ როლები, ასე ვთქვათ და რაღაცნაირად პერსონაჟები გავაკეთეთ, რომლებიც ერთად თუ საშუალება ეძლევა, ასე ვთქვათ, პინგ-პონგს თამაშობენ და ხალხში მე მგონი იმ რაღაც გარკვეულ ნაწილში ამან გამოიწვია, ასე ვთქვათ, რაღაც სიმპათიები, იმიტომ რომ როდესაც უკვე შენ პრობლემებს განიხილავენ, აი ოთხშაბათს თაკომ რო უთხრა იმას, მაგიტოა ეხა ეს ბიჭი ასე. ეს ზოგი არიან რა ადამიანები, შენ ვთქვათ, შენი პროფესიიდან გამომდინარე, ტელეეთერში შოუს ელემენტები შემოიტანე. სულ ფიქრობ ხოლმე რომ აი ვთქვათ, სხვა არხებზე ძალიან აკადემიურია ეს დილა და შენთან შემთხვევაში, ნუ თქვენთან შემთხვევაში ეს არის მართლაც განწყობისთვის და რაღაცა. იცი საქმეს არ მივიწყებ, მაგრამ ესეც არის, კი, იმიტომ რომ ნუ ილო ყავს და ამის საშუალებას გვაძლევს მისი შესაძლებლობები და რატომაც არა. მithumet ეს მაყურებელს მოწონს და ვთქვათ რეიტინგებსაც რო უყურებთ, აისახება ეს ყველაფერი ამაზე, ხო? და ხო რაღაცნაირად ეს ტყული რაღაც მგონია რომ გახდა გამომდინარე იქიდან რომ ბევრ ადამიანთან იმიტომ რომ მე რო ლაპარაკობ, მაშინ რეიტინგი არის 37 შენ 3. კი, რატომაც არა, მე ვაღიარებ და მე გადაცემაში თქვი რომ მგონია თქო რომ ერთ-ერთი დღეს ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო თანაწამყვანი მყავს და ძალიან მიხარია რომ მომიწია აი ამ სულელთან ერთად მუშაობა. მე კიდე სხვათა შორის მინდა აღვნიშნო რომ ასევე ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ჩემზე ამდენად დაბალი დონის ჟურნალისტია, იმიტომ რომ მე უფრო დიდად ჩანვარ აქ და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მადლობა იმედს, მადლობა რომ ჩემი თვალსაჩინო. რამდენი კაცი აკეთებს ამ დილას? პროდიუსერი, რედაქტორები, ჟურნალისტები, რუსუდან მე არ ვიცი, თქვენ რა გეშველებოდათ, ან ჩვენ რა გვეშველებოდა. რუსუდანი არის, აი მართლა ამ ყოველფრის თავი და თავი. ჩვენ 26 წლის ასაკში რომ გავართ და ერთ რაღაცა 2 საათიან გადაღებაზე წუწუნებთ ხოლმე, ეს ადამიანი მართლა არის, არ ვიცი. რას ლაპარაკობ, მე რას ვფიქრობ, იცი? მე ვფიქრობდი, ჯოჯოხეთი ეს არის, როდესაც შენ ეთერში ხარ და რუსო არ არის ყურში. სულ გონია რომ ეხლა იტყვის და არ ამბობს. და რაღაც სიცარიელი გეუფლება ამ დროს. მარტო გეუნები და ეს როდესაც მეუნება ხოლმე ნუ ის შემთხვევა რომ როდესაც რუსო მე ეთერშიც კი რო ყურებში გამლამძღოს მისი ასე თქვა ხელები მლოცავენ ხო რა კარგი სამშვენიერი დავიცვათ ჟეთემ რუსო ტოტონს პროტექცია ოლალა ამას მაკეთებელი ხომ აბის პრანიკაცი გამიკეთებ და მომენტალურად კარგი ხასიათდება და ჩიკ-ჩიკს იწყებს ხო რა თქმა უნდა მაშინ ტეპს შლის ხოლმე რუსეთთან მაგარია 2 საათ ნახევარი კი ეს არის ძალიან დიდი დრო რას აკეთებთ როგორც წესი, თქვათ, ეთერს მიიღმა. ესეთივე ტანდემი. ეს უფრო ალბათ 12-ის მერე გადაცემისთვის იქნება, რას ვაკეთებ. და შენ წარმოგიდგენია რომ ეთერის შემდეგაც მე ამ რეჟიმს ვუძლებ და მთელი დღე, ნუ არა შეუძლებელი. მთელი დღე არა ხა მართლა, მთელი დღე არა. ხო, ხამეს ხორსაუბრობ მთელი დღე. ჯერ არ ვამბობ, რა კითხარი, ჯერ არ თქვა არაფერი, რა. მოკლედ. კარგით. ნიშნულოვანია მაყურებელი. რა უნდა მაყურებელს დღეს? შეგვიძლია ამაზე ვლაპარაკოთ. ეს არის ისტორიკული კითხვა, რა უნდა მაყურებელს, იგივე წარმატებით შემიძლია გავცე პასუხი ვინ მოკლა კენედი და რატო უყვარს ხურმა მამიდა ჩემს არ ვიცი რაღაცა იხოთი არის რაღაც კატეგორიები, რაღაც მოვლენები, რომელსაც ვერ ხსნი. რა უნდა მაყურებელს ეს არის რთული რაღაცა, მე ვთვლი უბრალოდ რომ მნიშვნელოვანია ერთი რამე, ანუ სადაც მე ვარ შეძლებს და გვარად რა თქმა უნდა ყველას თავის მინუსები აქვს ვცდილობ რომ მაყურებელს მინდა არ მინდა ვითვალისწინებ ეგ ძალიან ვითვალისწინებ იმიტომ რომ არა იმ ხრივ რომ თქვა მე ზოგი ორად იყოფ ადამიანები ისინი ადამიანები რომლებიც ცდილობენ რომ ამას მაყურებელი ახლა ვერ გაიგებს და მოდი მე დაბალი დონით შევფუთავ რა იმიტომ რომ დაბალი დონე უნდა და მაღალი დონე რო გავაკეთო არ არის ნიშნავს დაბალი დონე ნუ ფიქრობ ალბათ მარტივი გზებით თქვა რაღაც უფრო შეზღუდულად გადმოსცე რაღაც გარკვეული ისინი საერთოდ სიმარტივე ცალკე კარგი რამეა მაგრამ აი შეფუთვაში გულისხმობ რომ რაღაც კომპრომისი ანუ არ მიაქცია ყურადღება თქვა აი ეკრანზე რა იქნება ან გამოსახულება თქვა ბევრ კომპრომისზე მიდიხარ ამას მე ეჩვევი ასე თქვა და რო გონია რომ მაყურებელი ამას ვერ ხვდება ცდებიან იმიტომ რომ მაყურებელი ხდება უბრალოდ ფორმულირებას ვერ ახდენს ისეთ კომპეტენტურს როგორც შეიძლება ეს პროფესიონალმა გააკეთოს. ამიტომ სულ ვცდილობ
რომ ადამიანებს ბუნებრივად მოვაწონო ისასაც ვაკეთებ. მე დარწმუნებული ვარ ნებისმიერ პროდუქტს, რომ ძალიან ხარისხიანსაც კი და ინტელექტუალურსაც კი მაყურებელი მიიღებს. ამიტომ ვცდილობ ყოველთვის მაკეთ არის ეს გულწრფელობა, შეგვიძლია ვთქვათ? გულწრფელობა? თამაშის დროს ვთქვათ, რომ გაითვალისწინო, ვთქვათ, მაყურებელი. იცი რა არის, მაყურებელს ყოველთვის ვითვალისწინებ, აი ერთ რამეზე ვფიქრობ რა, რომ ეს ბუნებრივად ხდება და ამიტომ მიხარია, რომ როდესაც რაღაცა კითხვას ვაძრე ხეს სტუმარს ხომ, სულ ვცდილობ რომ გამოვიდე, აი ძალიან დიდი ცდუნებაა რომ სულ ზეგავლენის ქვეშ იყო ადვილი გზაა რომ რომელიღაცა თამე პაროდია შემიძლია და წარმოვიდგინე ერთ-ერთი ჟურნალისტი და ვაკეთო ის ადვილი გზაა და უფრო რთულია შენი სტილისტიკა ეძებო მე სულ ვცდილობ რომ რაღაც სატირული ფონი სულ იყოს ხოლმე და ხანდახან ირონიულად შეიძლება მაგრამ რაღაც საკითხები დავსვა რომელსაც ადამიანი აი ესე რომ დადის სახში და ტელევიზორზე ჩართულია და რო იყვენო და ჩვენ ახლა განვახორციელოთ სოციალური პროექტი რა სოციალური პროექტი გაახონდა ტელევიზორზე ვილაპარაკება ხო იცი ერთი და იგივე კითხვას თქვა რასაც ადამიანი სახში დასვავდა ტელევიზორში რო ქალიო თქვა თან კაცი იმას უსო მე იმ ქალსან კაცს ოღონ პირდაპირ იქვე რო ვარ თაკო შენთან შემთხვევაში როგორ არის და მოდი გითხარი როგორ აღმოჩნდი საერთოდ ტელეიმეჯი აი მე ეს იყო გეტყვი მე 5 წელი დაიწყო რა პეტერბურგში დაიწყო იმეჯი ვარ კი მე 5 წელი დაიწყო და აი სულ მიკვირდა ხოლმე რომ ადამიანები რომლებიც მეუბნებოდნენ რომ აი როგორ მოხდი იმეჯი და მან ხო ყველაფერი ჩაწყობით ბრალებში არის და ნუ თუ პატრონი არ ყავს ისე ვერ მიხვდები ჩემ შემთხვევაში მართლა ძალიან შემთხვევით მოხდა მე საერთოდ არ ვაპირებდი ტელევიზიასთან არანაირი შეხება არ მქონდა და მით უმეტეს ამ სფეროსთან და მახსოვს ჩემი მეგობარი მეუბნებოდა რომ ერთხელ ცადე რა იცი რა ხდებოდა და მაშინ ძალიან დიდი პროტესტი მქონდა და თან მით უმეტეს იურიდიულს ვსწავლობდი და აქედან გამომდინარე სულ სხვა ინტერესები მქონდა ცხოვრებაში და მე ჩემი მეგობარმა დამირეკა და მითხრა რომ არის ტელეკომპანია იმეჯი კასტინგი რაზე მოვდიოდი ისიც არ ვიცოდი საერთოდ კამერა ოპერატორი მაშინ ნახე პირველად ჩემი პროდიუსერი ქალბატონი რუსუდანი ან არაფრის განმარტება არ ვიცოდი მით უმეტეს მიკროფონი ეს პეტლიჩკა ხო საერთოდ ყველაფერი უცხო იყო და მახსოვს რომ მითხეს რომ დაიწყე გადაცემის წაყვანა საერთოდ სად უნდა გამეხედა რა უნდა მეთქვა და მარტო მოახერხე დილომშვიდობისა მეთქვა ნუ მაშინ ძალიან დიდი გავლენა ალბათ და დიდი ფაქტორი იყო ალბათ ვიზუალი რის გამოც მე ესე ვთვლი მაშინ შემარჩეს და რაღაც შანსი რა შანსი მომწეს ახლა დღემდე არ ვიცი მაგრამ არ ვიცი ალბათ რუსოს აქვს რაღაცა ხედვა ზურგის ტვინით გრძნობდა ალბათ რომ სადღაც გაუმართლებდი და ნუ ხო მე უკვე გარდა იმისა რომ თქვათ ეს ჩემი ვიზუალი მისაღები აღმოჩნდა ვიღაცაებისთვის დავიწყე იმაზე მუშაობა რომ წინ და წინ წავსულიყავი და იმის იქით გოგორო ეთერში იდგებოდა შემძლებოდა რაღაცაზე მელაპარაკა. და ხო ესე დაიწყო ყველაფერი. მე ამას მოყვა ფრიშოუ, დავიწყე იქ უკვე ჟურნალისტად, მე გარკვეული პერიოდი მუშაობდი ისევ იმედის დილეში ჟურნალისტად და კადრის მიღმა სიუჟეტებზე, მე იყო ცეკვავენ ვარსკვლავების პერიოდი და მე ისევ დაუბრუნდი დილას უკვე ახალ ამპლუაში ამყვანად. რა უნდა კონდეს დილის სამყაროს? და რით უნდა იყოს ის განსხვავებული სხვა დანარჩენი თქვა დროების ჩემი ნება რო იყოს მე ვიტყოდი ფული ამით იქნებოდა განსხვავებული ალბათ ყველა სხვა დილის სამყაროსაგან თქვა ან ბევრი ფული დიდი ფული აი დილა მაშინ მართლაც რო გაგიხარდებოდა თუ მაყურებელსაც ფული აქვს ბევრი აუ რა ბედნიერები ხართ ხო მაგრამ ხო საქართველოს და ცოტა პრობლემები გვაქვს ამ მხრივ ხო მაგრამ ერთი რაღაცა აქვს ქართულს მართლა ჩემში ცდებს ხომ ბუნებაში არის ეს 1-2 დღის საკმაოდ ისეთი ლაპარაკი ქონდა უსიამოვნო საქმენის შეხვედრასავით იყო ნუ უსიამოვნო რა ყოველ შემთხვევაში რაღაც რისკები იყო ჩამოთვლილი და ქართველებს ხომ დროს განგაში გვეწყება ვაიმე რაღაცა 90-იან წლებში ვინცხოვრობდით იმათვის შიმშილით არ მოკვდეთ არ არის აბსტრაქტული ცნება ან მართლა შეიძლება ეგრე მოხდეს და ეს რაღაც შიშები რო იყო მიუხედავად ამისა სულ ხუმრობდი და ერთი გოგო მეუბნება რომ რა არისო შენო რაღაცა ძალიან აღადავებული ხარო და ძალიან ისე ხარო და არ გაქვს საქმე ეგრეო და მე ვთქვი ეგრე რომ მაქვს საქმე მაგიტომ სხვა რა დამჩენია მე ვთქვი თქვა თუ გავიცინო რაღაც იუმორით შევხედო ამას ხშირად ხდება ეს ჩემი აზრით ეს სხვა ადამიანებში როდესაც ამას ხედავ ამას ჯანსაღ ფსიქიკას ვეძახი რა იმიტომ რომ სხვანაირად მიმართო მგონი რომ ძალიან გაგუჭირდებოდა ქართველებს კი ანუ ერთ დავამატებ რომ მგონია რომ დილით ძალიან მნიშვნელოვანია ხო ეს რა ყველა ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ხდება ყველა ადამიანს აქვს რაღაც პრობლემა სიხარული ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ აი მართლა რაღაცნაირად უნდა დატოვო ეს ყველაფერი უკან დილით მაყურებელს ჭირდება განწყობა ჭირდება ენერგიული ადამიანი და ჭირდება ესე სწრაფი სხარტი აზროვნება რომ უცებ ბევრი რაღაც მოასწრო იმისთვის რომ ხო რა დღე იცოდე უკვე შემდეგ რა როგორ და რანაირად არის აქ და ძალიან რთული პროფესია მე მაგალითად შენი მშურს იმიტომ რომ აი რესპონდენტთან ახლა როგორ იცავ ხო ჩვენთან რაღაცნაირად ვცდილობ ჩვენ იმას თქვენ ჩვენ გვალაპარაკოთ ხო ჩვენ გავიხსნათ კარგად ანუ მაგალითად როდესაც რაღაც რუბრი ნუ სამინისტრო არა მოკლედ სამინისტრო ხო ხდები ანუ რაღაც გარკვეული ჟურნალისტიკური
განათლება skills არის საჭირო, რომელიც მე არ მაქვს და აი დილაში დილა მეხმარება რაში რომ ვისწავლო, ანუ ნამეტანი არ გამექცეს თქვა აზრი, იმიტომ რომ მე მიყვარს ხომ ერთი თემიდან მეორეზე გადახტომა და მოყოლა მხატვრულად ძალიან დიდი ხანიან თქვა მაგალითად რაღაც სიზუსტეებია საჭირო. იგივე კამერასთან სად გაიხედო სადა. აი ძალიან ელემენტარული რაღაცებიც კი მე არ ვიცოდი, იმიტომ რომ მე ხარ ჟურნალისტი. პრინციპში რის გამო შედგება ტელევიზია, ხო? ამ წესების გარეშე არ არსებობს, რომ აქ რაღაცნაირად თავი დაიმკვიდრო, ეს არის ის, რადგან მის საყვარელი იყო, ხდები, ანუ ვის რა უყვარს, რა ჭამო, ვინ მოგთამო, რა ვიცი ხარ, რა ძირითადად ჩაწყობით არ მოვხდი, ხო? ჩაწყობით რა, რაღაცა ზარი იყო ახლობლად. მოვიდა ჩემთან ერთი ქალბატონი და მითხრა რომ თუ გინდა დაიწყო მუშაობაო, მაშინო ჩემთანო რაღაცაო და შევხვდეთო, მე ვთქარი, არა მეთქი. აი კაი ბიჭი ხარო, კარგი ყოფილი გამოცდა იყო, შენ ეს გაიარეო და დავიწყე მუშაობა. კი ბატონო, კომპრომატები აქვს ამ ქალბატონს. კომპრომატები რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, სხვათა შორის და მე სული მაგ როდის დადებენ, იმიტომ რომ მაშინ კაი ფორმაში ვიყავი ძალიან და გონია რომ ძალიან ბევრ ადამიანს. კაი ფარული ჩანაწერები გვეყო ამ ქვეყანაში. აუ რა საშინელი კადრები, აუ ბაბის რა ქვია? აი ყოფილა ესეთ შემთხვევა რომ უბრალოდ არ გინდა იმ დღეს მუშაობა. კი, ძალიან. მოდი ვთქვა, ჯობია კითხო, იყო თუ ეგეთ შემთხვევაში საგვინდოდა ეთერში. აი რასაკეთებთ მაგ დროს? აი მithumedes ვიზუალია. მე ხაბში შედიხარ და ნახევრად გძინავს, იქიდან ნახევრად მძინარე ასევე გამოდიხარ, მე სვამ ყავას და მე 2 საათ ნახევარი ხარ გადაცემაში და ფიქრობ იმაზე, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა ამას არ იმჩნევ და ამას მაყურებელი, ნუ რა ვიცი, შეიძლება ხედავს ხოლმე, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა, მაინც არსებობს ადამიანი, რომ სარკეში იყურება, შეიძლება თავისთავი ისე ვერ დაინახოს, როდესაც შემდეგ რთავ ტელევიზორს და უყურებს შენ თავს, იქ ყველაფერი იშიფრება, მართლა არ ვიცი, ეგ არის რაღაცა მართლა დაუწადრელი კანონი და აი ყველა ჩემი გარშემომყოფი მომენტალურად ხვდება რა მჭირს, რატომ მჭირს და ასე შემდეგ და რო ვეუბნები რომ ხალხო როგორ ხვდებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე ჩემი თავი მგონია რომ რაღაცა იმიჯი მაქვს რომ კარგ ხასიათზე ვარ, რაღაცა არ ვიმჩნევ ამ ყველაფერს, არა ისინი ხვდებიან, იმიტომ რომ ყოველთვის გეტყობა ეს და ყოველთვის იქნება. ძალიან მაგარია ეს სხვათა შორის ეს მომენტი რომ როდესაც მე სულ მიკვირს ხოლმე რამდენიმეჯერ ყოფილა რომ აი როგორი პოზიტიური ხარ, მადლობა პოზიტიურობ, რაღაც ეგეთი მადლობა მითხრეს, რაღაც ბავშვები უყურებდნენ ხშირად იმ პროექტებს, სადაც თქვა თუ იყავ შეიმჩნევის ტენდენცია. მე რა ფიქრობდი რომ მეთქი რატომ, იმიტომ რომ იმ პერიოდში რაღაცა ვერ ვიყავი ვერანაირად ისეთი რომ მეფიქრა რომ აი ახლა მე რაღაც ვასხივებდი, არა. ალბათ პირიქით და მიკვირდა როგორ, ანუ მე სულ რაღაცა თითქოს იმ პერიოდში განსაკუთრებით ნეგატიურ გარემოში ვიყავ, რაღაც პრობლემები იყო, რაღაცას წუწუნებდი, ჩიოდი, აი სულ მუდამ მქონდა დაუკმაყოფილებლობის რაღაც გზნობა, ცუდად ვიყავ. და ამის პარალელურად როცა ვიღაც მეუნება ამას, ეს მე თვითონ მეხმარება იმაში, რომ მე პოზიტიური გავხდე, იმიტომ რომ მაინც ეს მომენტი შეძახილ მახე გაახმო მნიშვნელოვანი, ანუ გაპროგრამებს რა, რომ გეუბნება როგორი პოზიტიური ხარ, შენ ამას რაღაცნაირად გიხარი და იჯერებ, ფრანცი ხო. თუმცა თქვა ამ ასე რომ ვთქვათ, ფართო საზოგადოება გაგიცნო პროექტით კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს. მართლა სულ ლაპარაკობს. პროექტი არის საზოგადოებაზე რა მოგახსენო, ფართომ გამიცნო დიახ საზოგადოებამ და აი არ ვიყო, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტი რჩება ის. იმიტომ რომ რაღაცნაირი ცოტა ბენეფისივით რო გაქვს, ხო იცი, მარტო რო ხარ და მე რაღაცას ვიტყვი დავამატებ. კი ბატონო. ხო, აი ფაქტიურად იცი როგორ გწონდი თავსაც ბენდი, რომელშიც ყველა მე ვარ თუ რაღაც კლიპებში რო ახომე, ხო იცი რაღაც. ანუ ძალიან ისეთი იყო რა, უბრალოდ სხვა ფორმატი იყო ის ტელევიზიასთან ახლოსაც არ იყო, როდესაც ტელევიზიაში გადმოვედი, აუ მე მივხვდი რომ ფეხების ადგმის პროცესში ვარ და ძალიან ბევრი რაღაცა რომელიც არ ვიცი, უბრალოდ რაღაცნაირად იმ ყველაფერმა, იმ თვით რეალიზაციამ საშუალება მოწა ყველაზე კარგი კუთხე წარმომეჩინა ჩემი სხვადასხვა მხარე და სხვადასხვა თქვა პროდიუსერი იქნება თუ პროექტის არ ვიცი კოორდინატორმა მოკლედ დაინახა სხვადასხვა ასე თქვათ მონაცემები, სხვადასხვა ილო და სხვადასხვანაირად მიყენებენ. სხვადასხვანაირად მიყენებენ, ასე თქვათ ყველა. ისეთ როგორ შეუძლია, ხო? რაღაც დამატება გინდა. დამატება მინდა იმის ხო ილოს შემთხვევაში, რომ ის პროექტი, რომელიც ვიცით ყველამ კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს, აი რა ვიტყოდი რომ არ მინდა ხა სახელო. ის იყო რაც თვითონ არის და ის ინდივიდუალიზმი რაც მას გააჩნია, იმიტომ იყო ესეთი თქვათ მოწონება იგივე ხალხის მხრიდან. აი დილაში მაგალითად ძალიან მომწონს მე ილო და იმიტომ არა რომ ეს არის იმედის დილა და აქ მეც მუშაობ და ჩემი თანაწამყვანი არა, აბსოლუტურად ობიექტური ვარ. ანუ რაღაც მინდა თქვა და რო თქვა რამე ცუდი დამატებული. მაგიტო არა, უბრალოდ მართლა თვითონ არის, ანუ ის ყველაფერი რაც ჩვენ გადაცემაში ხდება, ეს არის აბსოლუტური იმპროვიზაცია. მომენტალურად რაღაცა იხსნება ხოლმე, ხან იმას იტყვის, ხან ამას იტყვის, ხან რაღაცა იუმორის
ამბები ჩაერთვება ხოლმე და ძალიან ბუნებრივია ეს ყველაფერი ეს არ არის გაწერილი სცენა ეს არ არის დადგმული ხანდახან ხალხს გონია ხოლმე რომ ეს ახლა დადგმული იყო მაგალითად იცოდით რომ ეს მეუბნებოდა ერთი რომ ვალუტის კურსი რო წაიკითხეო ეგო გეწერაო მაგრამ ამეწერა მე ვთხარი ის იმპროვიზაცია ამას ხომს ვალუტის კურსი რა თქმა უნდა რომ ზუსტიმების გარდა ხო ჩვენ ჩელოდებით ხოლმე ამ გადმოსვლას მაგრამ ხანდახან ხმის პრობლემა გვაქვს ხოლმე და ვერაფერს ვერ ვიგებთ მაგრამ აი ხელებითავლაპარაკდით ცოტა ხნის წინ მახსოვს სამაგეროთ ყველაფერში კარგინა დაინახო დავიწყოთ კუჩებით გამოცდომას რასლაპარაკობს ადამიანია ჩვენ გამოგონდა რაღაცები ვისწავლეთ თქვენი გადავკიდე მე უყურებ ხოლმე და თაკომება რა თქოს მე ხავე გეტყვი ესე იგი დღეს ჩვენთან კუჩის მუსიკოსთან ანინო წასვლა კუჩის მუსიკოსთან აეგრევა ხო, აი ამ პროექტზე მინდა კიდე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ რეალურად ამით მოხდა ჩვენი დამეგობრება, ყოველ ოთხშაბათს ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა უკვე იცის რომ ჩვენი ეთერები ერთიანდება. Როგორ ფიქრობთ, თქვა ეს სოციალური თემა, რომელიც შემოგვაქვს და ნამდვილი ქუჩის მუსიკოსები, ანუ ამ ადამიანებს ხო ხვდებით რომ ჩვენ არ ვარჩევთ, უბრალოდ ხედავთ, ვაკვირდებით რამდენიმე დღე და შემდეგ თქვა იწყება კომუნიკაცია, ეს საკმაოდ რთული კომუნიკაციაა, მინდა გითხრათ, ეხლა შემდგარ ადამიანს პრობლემა არ აქვს, ის მოვა ისაუბრებს, არ დაგაღალატებს. აი ეს ყველაფერი რო გამორიცხოთ, ზუსტად ისეთი კოორდინაცია ხდება ამ ადამიანებთან. ფიქრობთ რომ თქვათ მაყურებლისთვის, მსმენელისთვის ასეთი თქვათ თემები არის მნიშვნელოვანი და რაღაცნაირად ჩვენ შევავსეთ ის დეფიციტი, რაც ზოგადად ტელე სივრცეში არის. არ არის ასისულერია ვისაც სჭირდება ეგეც ყველაფერი. არა, ხო მე რას ფიქრობ იცი ერთი. მე საერთოდ მგონია რომ სოციალური თემები დღეს ყველაზე აქტიურად უნდა შუქდებოდეს და აქტიურად უნდა ხედავდეს იმ რეალობას რაც ხდება. აი იგივე ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებით ხო აი ჩემთვის პირადად აქამდე ეს თემა, ეს მიმართულება უცნობი იყო. საერთოდ არ ვიცოდი ეს ადამიანები როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ, რამდენი შემოსავალი ჰქონდათ. ანუ ეს ყველაფერი თითქოს მაინც გვინდა არ გვინდა, გამომდინარე იქიდან რომ ისინი რადიოში არიან, ან იგივე ტელევიზიაში მაინც თითქოს დავარცხნილი ჩანს. ამის განცდა სადღაც მაინც მშება ხოლმე, მაგრამ კარგია რომ რაღაცნაირად მათამდეც მივედით და ხმა მივაწვდინეთ და ისინი მათ ჩვენ მოგვაწვდინეს ხმა და რაღაცნაირად ხო ეს ყველაფერი ძალიან ავტენტურები არიან, მინდა გითხრა, არანაირი დავარცხნა. ყველაფერი რაც კი არის ქუჩაში იგივე გვაქვს ხოლმე ჩვენ აქ სტუდიაში მთელი ამის ეს ისე სხვათა შორის პლუს მინუსებით ძალიან მაგარია ეს რეკონსტრუქცია სახსენთ იმისი რაც ანუ ყველაფერი მნიშვნელოვანია მაგალითად რა არის იცი რომ რატო ფიქრობ რომ მნიშვნელოვანი ძალიან ადვილია თქვა ქვეყანაში ანუ ყველა ქვეყანაში ჭრის ძალიან ყვითელი მედია ხო რაღაცები თქო რაღაც კომერციულად მომგებიანი თემები ამა თუ იმ დროში და ძალიან ადვილია რომ ამას ეგრევე თქო დაიწყო ეს პროექტი თქო იმიტომ რომ პლუს მოგიტანს ის და გარანტია გჭირდება იმიტომ ბიზნესის ამბავში არის ეს მნიშვნელოვანი თუმცა აი როდესაც ეს ადვილია დაიწყო რა ეს ერთი შეხედვით რო ჩანს რომ მომგებიანი თუმცა აი ესეთი პროექტის განხორციელება და ესეთი თემების განხილვა რომელიც არის უფრო საზოგადოებისთვის და არა თქვა მოგებაზე არ არის ფიქრით ეგეთი რთულია ეგეთი რთული იშვიათად არიან ადამიანები რომლებიც ჯერ ამის საჭიროებას ხედავენ და მე თუ ხედავენ მიდიან იმაზე რომ ეს გააკეთონ იმიტომ რომ სხვათა შორის ცოტა ისეთი ამბავია აი ნიბლაგადარნი როგორ არის ახლა ვითომ ისა 70 წლის გრაფინია ვარ ისე გავიხსნა. ამიტომ ნაკლები ყვითელი ამბები და მეტი სოციალური თემები ამას ვითარდება. თაობა იცვლება თაობა. მე ვერასოდეს ვერ და მაჯერებდა ვერავინო 16 წლის ბიჭი რომელიც დგას უკრავს იხდის ბინის ქირას ცხოვრობენ მეგობრები ჭამს ელემენტარულად იცვამს და გადაადგილდება და მოგზაურობს საქართველოს. რაც მახსოვს რომ საშუალო შემოსავალზე საუბრობდით ერთ სტუმართან ერთად და მან აღნიშნა რომ 200 ლარი გამოვიდა დღეში. ანუ აი რაღაცნაირად აი დღემდე მაგ განცდა რომ თითქოს არ მჯერ ანუ დღეში 200 ლარი შესაძლებელია რომ მიწის ქვეშ გადასასვლელებში ამ ადამიანებმა იშოვო. არ ვიცი ხა ფაქტურად გამოდის რომ მე როდესაც მივდივარ და თავს დამნაშავედ გზნობ რომ აი მიმეცე ხა ეს 1 ლარი გამოდის რომ შეიძლება როდესაც მე შეიძლება 1 ლარი მივცე მე მქონდეს 19 დამრჩეს და იმას 199. ანუ ეს არის რევანდელი რეალობა არა მესმის რომ ერთი არის მე მათ ზამბ ეს არის ძალიან რთული ესეთ ნებისმიერ ამიჩიჯერ დადგე ისე იმღერო ეს ენერგია გასცე და მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი რომ საქართველოში შემოდის იმიტომ რომ ეს არის კულტი ხა ლონდონში და იმებში რას ლაპარაკობ ეს იყო ასე ვთქვათ რაღაცა გარკვეული იერარქიის დასაწყისი საიდანაც მიდიხარ მე rock and roll არა სხვა მენტალიტეტია მათ არ აინტერესებთ რადიო იმედი ტელე იმედი თავისი რეიტინგები ვთქვათ არაფერი არ აინტერესებს ისინი
გეუბნებიან, რომ უკაცრავად მე ამ დროს ვარ დაკავებული, ან მე ამ დროს არ შემიძლია ეს გავაკეთო და მე მიდის ვაჭრობა რომ გეხვეწები და იქნებ და რაღაცა. ისე მართლა სუმიკოს და როგორ მოდიოდნენ მეთქი აქ, იმიტომ რომ ცოტა ის მომენტია თაი ჩვენ ბანკები ვართ, რა გვინდა ცხოვრების წესი, ხო ხტები? კი, ძალიან რთულია. ფაქტებულს და რაღაც ეგეთები. აი შენი ბიცეცი ჩვენს ეთერში. ეს იმას ნიშნავს, ხმის რეჟისორი მეუბნება რომ ხა ნელ-ნელა დაახვიეთ აქედან. დამალაპარაკე მე რა, ძალიან ხოთ. ჩვენი დრო იწურება, ძალიან დიდი მადლობა. თაკო, ილო, წარმატებები მინდა გისურვოთ და ჩვენ გვპირდებით რომ არა მხოლოდ მუსიკოსები გვეყოლება ეთერში, არამედ მოიყვანთ მოცეკვავეებს, მხატვრებს, თხრობელებს, ჩვენ ვიცნობთ ასე ძალიან კარგ ადამიანებს და კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ნინოს აუცილებლად დავებრუნებ, ის ჯანმრთელობის მდგომარეობას გმირულად გაუმკლავდება, დარწმუნებული ვარ და შევწევთ რომ გავაკეთოთ. თუ მოგიდებათ რუბრიკა 24 საათი ილოსთან ერთად, მაშინ დამიძახეთ ერთი დღე მთლიანად ვილაპარაკებ და მოგიყვებით ბევრ საინტერესო ყოილს. კარგად. დიდი მადლობა ილო ბერაშვილი, თაკო ჩორგოლაშვილი, ჩვენ გემშვიდობებით, ერთმანეთს შევხვდებით პარასკევს დილით ნახვამდის. თქვენ იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის.